საღამო მშვიდობის ძვირფასო რადიო მსმენელებო 11 თებერვალია და გარეთ თოვს მე ახალი წლის შემდეგ ის შეგრძნება მაქვს ხოლმე რომ უცებ გაზაფხული უნდა მოვიდეს და უცებზე უნდა გამოვიდეს თუმცა ეს ასე არ არის მაგრამ თებერვალი მოკლე თვეა ესეც მალე გავა და შემდეგ უკვე სრულუფლებიანად შემოიჭრება ჩვენს გულებში და კალენდარზეც გაზაფხული გარეთ თოვს თქო იმიტომ გითხარით რომ თუ კი ვინმე ჯერჯერობით სახლიდან არ გასულ ხართ რომ გაითვალისწინოთ თუმცა თუ სახლიდან არ გასულ ხართ ან თუ მანქანაში ხართ ან ნებისმიერ რადიო მიმღებთან იმყოფებით თუ კომპიუტერის საშუალებით გვადევნებთ თვალსაც და ყურსაც შეგიძლიათ რომ ყველა არხზე მთელი საქართველოს მასშტაბით ჩვენ ყველგან გვისმენენ რადიო იმედს ყველგან უსმენენ და ასევე შეგიძლიათ რომ პორტალების საშუალებით ყველგან გვიყუროთ ლაივშიც არტისტული ოთხშაბათი სალომე ბაკურაძესთან ერთად დაიწყო და ჩემი სტუმარი ვინც როგორც უკვე გითხარით თვალს სხვადასხვა არხების საშუალებით გვადევნებთ კი ხედავთ მაგრამ მე უნდა წარვადგინო მთელი გულით სიყვარულით პატივისცემით და დიდი მოფერებით ჩემი კოლეგა მეგობარი ნათესავი უახლოესი გოგა მესხი გამარჯობა გოგა გამარჯობა სალომე როგორ ახარ მადლობა, კარგად, თავად. მეც ნორმალურად, კარგად. მითხარი, ამინდებზე როგორ რეაგირებ? დღეს თოვსელოდი? იცი რა, არა და ერთი მხრივ კარგია რომ რაღაც ჰაერი იწმინდება, ჩვენთვის რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ მეორე მხრივ უკვე დაუმღალა და სიცივემ დაგხავ. შემიძლია სიცივე. ზაფხულის ადამიანი ხარ, ესე იგი რომელსაც გიყვარს, ხო? მზე სხვა თუნდაც მთა, მაგრამ მზე აღარ შემიძლია. მგონია რომ მინიმუმ მოცურავე უნდა, ეხლა სულ მგონიას რომ ვამბობ მე და შენ ხო გუშინ არ გავიცანით ერთმანეთი და 1-20 წელს წინ. ხო და აი ამ სულ მგონია რომ რაღაც მინიმუმ მოცურავე. მორაგბე მოცურავე. რა სპორტს კალათბურთი მიყვარდა ყოველთვის და თამაშობდი. გიყვარდა პროფესიულ დონეზე მისდევდი რომელიმე სპორტს? დონეზე ნათამაშები მაქვს, მაგრამ შენი მთელი ცხოვრება მიუძღვენი სიმღერას. სიმღერა რომელიც რა ვიცი თან ბევრნაირად მოსინჯეს ვერ ვეტყოდი მიუძღვენი პირდაპირ იმიტომ რომ იყავი ჯგუფშიც ხარ სოლო მომღერალიც რაღაცა ბევრნაირად ბევრ ჟანრშიც მოცადე გამოცადე შენი ხო შესაძლებლობები მაგრამ მე არ მახსოვს ზოგადად შენ პირდაპირ სცენაზე გაგიცანი უკვე მღეროდი და ყველაფერი მაგრამ აი ძალიან პატარა გოგა მესხი არ მახსოვს ალბათ ძალიან პატარა ისეც არ იყავი და სულ ამხელა იყავი მაგრამ ძალიან პატარა გოგა მესხში ვინ აღმოაჩინა ნიჭი და როგორ დაიწყო შენ ცხოვრებაში სიმღერა როგორ შემოვიდა გახსოვს ეს თუ როგორც ყველას რაღაცა მოყოლილებიდან ვიცით უკვე ოჯახის ლეგენდა რომ მოსდევს სამხმაში მღეროდი 3 წლის ასაკში ბებიასთან და ბაბუასთან ერთად მან ბებია და ბაბუაც ისე მღეროდნენ რომ სამხმაში შეგეძლოთ მღერა მართლა მოგვითხარი მეტი და მეტი აბა როგორ იყო ეგ რაც იცი რაც მოგიყვეს ეს ამ ასაკში ალბათ არ გახსოვს მაგრამ დედა და მამა ხშირად მოგზაურობდნენ ანსამბლი აისი იყო ადრეს 70-იანებში დაფუძნებული და გამომდინარე აქედან 15 თუ 16 წელი თბილისში იყვნენ ალბათ წელიწადში 3 თვე. დანარჩენი სულ გასტროლზე. მე ვიზრდებოდი ბებიებთან და ბაბუებთან ერთად. ხო და ერთი რაც ვიცი ვერ საუბრობდიო ნორმალურათო რომ გინდოდაო რაღაცა სიმღერაო და მთელი სადარბაზო ფეხზე იდგაო რომ ბავშვი ტირისო და რაღაცა სიმღერას ითხოვსო და არ ვიცითო ეს სიმღერაო ვერც გვაგებინებს რა უნდაო და მე დედა ჩემა დარეკა ალბათ ავიცი მოსკოვში იყვნენ თუ რაღაც იყვნენ კიევში და კიდან დარეკა და უთხრეს რომ რაღაცა მედობარის იძახისო ეს ბავშვიო და ვერ გავიგეთო რა უნდაო და დედა ჩემო უთხარო ორი მეგობარი ორი ეგ უმღერეთო თუ მეგობარი სიტყოდი და ეს იგი 3 წლის ასაკიდან უკვე ხმებში სიმღერა ნიშნავს იმას რომ დედას და მამას დაახვედრეს ამბავი რომ გასტროლიდან დაბრუნებულზე რომ გამარჯობათ თქვენი შვილი უკვე ხმებში მღერის ამისგან ექიმი არ გამოვაო არა უნდა და იყო ეგ იდგა სწავლობდი სამედიცინოზე ხო ჩამაბარებინეს რა ხა გავლენით და თხოვნით და სურვილით მეგობრებით იცი რა სამედიცინოზე ხო ჩამაბარებინეს ცოტა ისეთი ხალხი წლობით ემზადება და კარგად მომამზადა ჩემო მეგობარმა გიორგი ქანთარიამ რომელიც
ჩემი აი ბავშვობაა. ხო და ძალიან მაგარი მართლა მაგარი. ისე რაღაცა ნიჭი გქონდა და მომზადებული იყავით, რა ისე რანაირად მოხვდი ესე, ხო? აი მიდგომას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა რა. მონდომებას თუ რას გულისხმობ? მონდომება გავი კარგი რომ აი მეც ვიქნები ექიმი დაუშვათ. აი, მაგრამ როგორ მოგიდგება ვინც გასწავლის ხო აქვს დიდი მნიშვნელობა. თავისთავად. ხო და მაინც არ გამოვიდა ჩემგან ექიმი, იმიტომ რომ მესამე კურსიდან გამოვიდა საბუთები და თეატრალურში ჩავაბარე და. ხო, იმიტომ რომ მე პირდაპირ მახსოვ ხარ უკვე თეატრალური სტუდია, უკვე სცენა, უკვე ეს ყველაფერი და შეიძლება ჩემი მეხსიერებიდან გამომდინარე არ გამორიცხავრო ჩვენ ამაზე გქონოდა საუბარი, მაგრამ ეს ფაქტი არ წაშლილი იყო ჩემგან, რომ შენ მე და ექიმი. კბილის ექიმი გოგა დაგადგება ამ ხელა. ამ ხელა გოგა რომ დაგეცეს თავზე. ისე როგორ უტკები ზოგადად ამ შენი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე რეალურად წარმოდგენა კი მაქვს ალბათ რა პასუხი შეიძლება გამცე, მაგრამ აი უბრალოდ ადამიანები მშობლები, რომლებსაც რა თქმა უნდა ულაპარაკოდ რომ ყველაზე საუკეთესო უნდა შვილისთვის. მაგრამ აი როცა ერევიან შვილის გადაწყვეტილებაში ეს სულ ერთია რა იქნება. იქნება დაუშვათ მისი მომავალი პროფესია და ამის გამსაზღვრელი, თუ იქნება რაღაცა პირადი, თუ აი ამას როგორ უყურებ, როგორ ეკიდები შენ თვითონ. როგორ გონია? იმიტომ რომ ორი მხარე აქვს ამას. რა თქმა უნდა, მშობელი ყოველთვის ცდილობს, რომ მისი გამოცდილება გაუზიაროს, არა იმიტომ, რომ თავს მოახუიოს მაინც და მაინც, არა იმიტომ, რომ რაღაცა შვილები დაიცვას, რაღაცა ზედმეტი ტკივილისგან, რაღაცა უსაფრთხოების ზომებს მოკლედ და სინამდვილეში ეს ჩვენი ბავშვობა იყო 90-იანებში, ხო მართალია? გამომდინარე აქედან 90-იანებში რა ცხოვრებაც იყო, ვერც გავამტყუნებ ჩემ ოჯახს, რომ რაღაცა პროფესია გქონდეს. ეს რომ ხო, რაღაცა ხელჩასაჭიდი, კაცი ხარ, ოჯახი უნდა შეინახო, მესმის, მართლა მესმის. მაგრამ აქ რაც არ გაქვს, ახლა ეგ ცალკე თემაა, რაც არ გინდა ბოლო-ბოლო, მაინც ისე რო გაიზრდები, იმას გააკეთებ, რაც გინდა. ხო. მაგას პროფესიას რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ზოგადად რაც მართლა მაღიზიანებს არის ის, რომ ძალიან ხშირად გამიგია სადმე დაუშვათ სუფრაზე ან სადმე, რა მნიშვნელობა აქვს თავშეყრის ადგილას, რომ აი ვიღაცას უთქვამს, რომ ჩემი შვილი უნდა მღეროდეს, კაცო. რას ქვია? ღეროდეს რას ქვია? არა, სიმღერა და ხატვა და ხელოვნებათან ისეთი ამბავია, რომელიც თლად დასწავლადი არ არის. ნახე რა? ასე მღეროდეს სურვილის ზონაზე? სახელს არც ვიტყვი და არც მახსოვს და არც უნდა მახსოვდეს, მაგრამ ერთხელ მე და ბიძა ჩემი მივდიოდით დასავლეთში სადღაც და რაღაცა ვსაუბრობთ და მე დისკი დამთავრდა მანქანაში. გამოვიღე ეს დისკი და რაღაცა მინდა რომ ჩავთო სხვა, ხო? და რაღაცა ვიღაცა შვილი რაღაცა წერია. დისკი ავიღე, ეს მეთქი ვინ არის? ანუ შეიძლება ახლა არ ვიცნობდე, მაგრამ ხო უნდა ვიცოდე, რომ ამბიცია აქვს, რო აქვს ადამიანს, რომ ალბომი კონდეს, აუცილებლად მეწოდინება მეც და შენც, ხო? აუცილებლად. რო ჩავთე, ალბათ 30 წამში მინდოდა, რომ ეს დისკი საერთოდ გადამეგდო ფანჯრიდან რა და ვინ არის თქო და შინაური ახლობელიაო და მესამე ალბომიაო. ოი, ნახე. ხო, დამბეჭდილი და თავის ფოტოსესიებით და თავის ყველაფრით. ბიჭო, სხვა რაღაცაში დაახარჯე ის ფული რა. ანუ ეს შენ მოკავს მაგალითი ის რომ შობლის ხო, რა თქმა უნდა და რაღაცა ნიჭი ხო აქვს. არ არსებობს რომ რაღაცა ნიჭი არ კონდეს, ხო? არ არსებობს. ის ფული დააბანდე იმაში, რაც უნდა და რაც იცის. ის ნიჭიც აქვს. ხო და არა, ჩვენთან ჩვენ. ესე იგი შენ კატეგორიულად ემიჯნები იმას, რომ მაინც და მაინც ის ხო, აი ნახე, ხო შეიძლება რომ აი დაუშვათ ჩვენმა შვილებმა არ მინდა რა, არ მღერი ვარ. მე ვერ ვაიძულე და არც გამომიხატავს ის რომ თქმა უნდა ჩემი სურვილიც არის რომ რაღაც თერაპიულ დონეზე მაინც სანტი მღეროდეს დაუშვათ ეს სურვილი რა თქმა უნდა მაქვს მაგრამ მე აქამდე ვერც ის შევძელი რომ დაუშვათ პროფესიულად მივიყვანოს სადმე სიმღერაზე იმიტომ რომ ჯერ არ უნდა და არ მინდა რომ ამას ისე შეხედოს რომ ჩემი სურვილია მარტო უნდა ისედაც გაიკლოს გზას აუცილებლად როგორც არავის არ უნდა და მეც რომ მემღერა და მით უმეტეს თეატრალურში ჩამებერებინ. აი არავის არ უნდა.
ну მაგრამ მაინც ისე მოხდა რა, ანუ ხარ პროფესიით მსახიობ. დრამის მსახიობი? დრამაზე ჩავაბარე და დავამთავრე მუსკომედიით. მუსკომედია მახსოვს და იმიტომ. თოდაძის კი. გასაგებია. და შენი საოცნებო ჟანრი არის მიუზიკლი? ძალიან მომწონს მართლა, მაგრამ მაინც კინოსკენ ვიხრები. აი ფილმში თამაში ბევრად მხრივლოს, ვიდრე სპექტაკლში თამაში. რა გამოცდილებით ხარ ფილმში თამაშის? არის შენს ცხოვრებაში ბევრი თუ აი რამდენიმე რაღაც პატარა ეპიზოდი ან სერიალში, ან რეკლამა, ან რაღაც, მაგრამ ზოგადად უფრო გადაღება მირჩევნია, ვიდრე მომეწონებოდი. კი არა, ხო, კი. ახალი თაობის დოდლობაშიძე. ძალიან კარგი. მითხარი სიმღერა რა არის შენთვის ზოგადად? თუ გახსოვს რას ვაკეთებდი სანამ ვიმღერებდი, ხო, ალბათ? არა, იცი რა, აი რა იყო გარდამტეხი და ის მომენტი თუ გახსოვს ვინ იყო ის, ან შეიძლება ეკრანზე შეხედე, შეიძლება სახში იყვნენ შენთან ისეთი ადამიანები საერთოდ, ვინც აი გახსოვს ის შეგრძნა, მე მახსოვს, აი ვანდერი რომ მოვისმინე, პირველ ეზოში ვიყავი და შემიყვანა ხმა მახსოვს და აი ასეთი გარდამტეხი შენ ცხოვრებაში მუსიკალურად ვინ იყო TX6 ხმებში რომ მოისმინე, ესე იგი მაგდროს ეგ ანუ არარეალურად ეგ იყო შენი გარდამტეხი მუსიკა. ეს სიმღერა არ შეიძლება. უბრალოდ ეს არ არის ნამდვილი. ესეთი განცდა მქონდა. ეს არის რაღაცა, არ ვიცი, კომპიუტერით რაღაცა. თან მაშინ ყველაფერს კომპიუტერს ეცახდნენ. კომპიუტერია, არ არის ნამდვილი. გაგისწორებენ და ხო იცი. რას გაგისწორებენ. ახლაც აქვთ ეგ წარმოდგენა სხვაჩი არის. მზია ღამბაშიძე იყო ჩემი პირველი პედაგოგი. კი, მუსიკო. უსაყვარლესი ჩვენი და მან მომასმენინა პირველად TX6 და მივხვდი რომ ხმებში უნდა მემღერა აუცილებლად. და მე იყო ვივოშენს ცხოვრებაში? მალევე? კი. როგორი შეკრება მოხდა? ეს იყო დაუშვათ ხელმძღვანელის მიერ შეკრებილი 4 ბიჭი. თუ დათუ ნამგელაძე არის ჩემი სისხლი და ხორცი. ჩემიც. არა, ჩემი მართლა სისხლი და ხორცი. გასაგებია. ჩემი ძმა რა თქმა უნდა, მაგრამ ბებიები არიან დები. ბებიები არიან დები. მე ისე მოხდა რომ დათუნას დისკორწილში ისე შევხვდით საფუძვლიანად და მე გადაწყვეტეთ რაღაც ხმარ გემღერა, მე დაზაგავიცანი წორწომია დათუნას მხრიდან და მე დაიწყო. მე მოიყვანეთ სუხი და რაღაცნაირად ესე იგი სამეგობროთი შეიკარით. და ეს არის ხელმძღვანელის მიერ ესე იგი ხმებად შერჩეული ჯგუფი. თქვენ დაიწყეთ გამოდის. ჩვენ დავიწყეთ, სამმა დავიწყეთ მიშკამ, დათუნამ და მე. რა მაგარია. ძალიან მიყვარს ეგ პერიოდი, მახსენდება, როცა ჩვენ რაღაცა ერთად ბავშვები ვართ მაგ დროს. რა არის შენთვის სცენაზე ყოფნა? პარტნიორთან ერთად და რა შეგრძნება ეგ? მაინც ხმებში სიმღერის ბიჭი ხარ? თუ სოლოშიც კარგად გრძნობ თავს? არა, სოლოშიც გადასარევად გრძნობ თავს, იმიტომ რომ არა, ესე ყოველ კვირაში ახალი სიმღერები გაქვს, რა თქმა უნდა, კარგად გრძნობ თავს და მინდა რომ წარმატებები გისურვო და ასე გააგრძელო კი არა, კიდე უფრო შეგიძლია აჩქარო ტემპერაზია საუბარი, მაგრამ ხვდები რომ კომფორტში ხარ. თუმცა შენი სურვილები რა არის? აი ახლაც რო იყოს საშუალება იმისა, რომ ვიცი რა, ჯგუფი ძალიან მიყვარდა ყოველთვის და ხმებში სიმღერა მართლა. უბრალოდ 4 და 5 კაცის მართვა რთულია და ანუ ხასიათი იქ ვიღაცა გაცივდა, იქ ვიღაცა სარცალია. ეს არ მეხება ეხლა მე. ანუ ჩემი თავისუფალი ვარ, რასაც მინდა, როცა მინდა მაშინ, რასაც მინდა იმას ჩავწერ, რასაც მინდა, სადაც მინდა იქ ვიმღერებ, ამიტომ არის უკეთესი. იცი რომ სოფლიო რანგის კი არა, სოფლიო ჯგუფებიც კი, სწორედ ამ პრობლემის გამო, რომ რაღაცა იქ აზრთა სხვადასხვაობა, იქ მე გემოვნებაში აცდენა საერთო პროდუქტი. მე მაინც ისე ხდება, რომ ხა ბიტლზები დაიშალა ბოლოს. კი, ამას გულისხმობ, რომ ძალიან რთულია ზოგადად. კი ბატონო. საქართველოში როგორ უყურებ შოუ ბიზნესს და როგორ უყურებ დავუშვათ იმ ჯაჭვს, რომელიც სადღაც ჩავარდნილია, იმიტომ რომ მომღერალია ის, ვინც ფიქრობს და ზრუნავს სიმღერაზეც, პრომოუშენზეც, ფინანსებზეც და ყველაფერზე ზოგადად.
მე ცოტა გვიან ცოტა არა გვიან მომიწია ამ ყველაფრის დაწყება რასაც პროდიუსერი ქვია და შენ საქმეს რო ანუ შენ საქმეს ისე ცუდა ჯერს საერთო საქმეს რო აკეთებს ადამიანი ვისაც თუმცა იმ საქმეებს გიგوارებს რომელიც მას ეხება უშუალოდ და სულ რამოდენიმე დღეა გივი მახაშვილი ჩვენი იცნობ რა თქმა უნდა იცნობ ადამიანი რომელიც პირველ რიგში კაი ადამიანია და მეორე რიგში იცის თავის საქმე ძალიან მაგრად და ბოლო-ბოლო ქართული ხმების პროდიუსერია და მე შემიძლია დავიკვეხნო რომ ჩემი პროდიუსერიც არის 3-4 დღეა. კარგია, რა მაგარი სიახლე გქონია. ხოდა ძალიან ისეთი სერიოზული გეგმები გვაქვს. არა მარტო საქართველოში და გოგა მე მიყვარს ამაზე რომ ლაპარაკობენ ჩემი სტუმრები. აი მიყვარს იმ პრობლემებზე რომ ლაპარაკობენ, რომ ვერ გეტყვი რომ აქ მაგალითად ამ პრობლემებზე ვილაპარაკეთ და მეორე დღეს გადავჭერით თქო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან ბევრი აზრი არის ხოლმე რაღაცა იქ რაღაც შემდეგ კიდე უფრო მეტი რაღაც იკვეთება დეტალი და ამიტომ მომწონს ამაზე ლაპარაკი ამ ინდუსტრიაზე ზოგადად როგორიცაა რომ იქ მომღერლის პროდიუსერის და ასე შემდეგ იმიტომ რომ ეს არის ერთი დიდი ჯაჭვი რომელიც სადღაც ჩავარდნები რომ ათორე დღესაც იწერება ფანტასტიკური სიმღერები დღესაც ისე გადასარევად მღერიან ვიდრე მღეროდნენ დღეს კიდე უფრო მეტი საშუალებაა რომ ვიდეოები გადაიღო გულისხმობ ხარისხით იქნება ხელმისაწვდომობას გულისხმობ თუ ბიუჯეტებს და ასე შემდეგ სიმღერა დავიწყეთ მაგ პერიოდში კი ინტერნეტიც იყო და ყველაფერი იყო, მაგრამ დღეს ბევრად ყველაფერი არ იყო, მაგრამ დღეს ბევრად მეტი ინფორმაციაა. კი, და ამას გულისხმობ და არ არის ეგ ინდუსტრია, რომელიც იდეაში უფრო მარტივი უნდა იყოს ეგ ყველაფერი. მაგრამ არ არის აწყობილი ჯაჭვი. ამიტომ იმ ჯაჭვს, იმიტომ რაღაცები რო აკლია, მე გამოდის რომ რაღაცა სიმღერები აღარ იწერება, სიმღერები რატო არ იწერება? იმიტომ არ იწერება, რომ არ არის მოთხოვნა. მოთხოვნა რატო არ არის? იმიტომ რომ მომღერალს სულ უნდა რომ სიმღერა კონდეს და იმიტომ რომ არ არის რაღაცა. აი ამ ამბავს როგორ უყურებ და შენ შემთხვევაში რატო გახდა საჭირო და რატო გახდა საჭირო კი რა ყველას გვინდა ეკრანზე ალაპარაკი მაგრამ როგორ მიხვედი მაგამდე მოკლედ ეს გზა მაინტერესებს შენგან სალომე პროდიუსერი იყო ახლა ჩემი კლიპის პრეზენტაცია ხო იყო მოსული ძალიან გამეხარდა რომ ვიყავი და ნუ რამდენი ხალხი იყო და ჩვენი რამდენი კოლეგა იყო ჩვენი და მართლა რამდენი ნიჭიერი მომღერალი რომლებიც არაფერს არ აკეთებენ ვერ აკეთებენ კი არა ანუ მე თუ შემიძლია ეხლა მე არა ვარ დაუშვათ ისეთი ოჯახის შვილი რომ რაღაცა გადამდიოდეს ფული და აბა გოგას რაც უნდა და აბა ჩაუღრიცხოთ 200,000 არა ვარ ეგეთი ხო მეც ვწვალობ მაგრამ სასიამოვნოა ეს წვალება რომ მე რაღაცა შედეგამდე მივიდივარ და მე ვიზრდები და კიდევ ვიზრდები და არ აკეთებენ აი არ აკეთებენ იცი რა ფული შოვნაზე არიან გადასული თუ რაღაც კლუბში მღერის თუ რესტორანში თუ იმაში გასაგებია პრობლემა ყველას გვაქვს თავის მაგრამ რაღაცა მე ვფიქრობ რომ სულ ამაზე მაქვს ჩხუბი ზოგიერთთან იმიტომ რომ ბიჭო რაღაცას რომ წაიწევ წინ მე ბოლო-ბოლო ხო იზრდება შენი ფასი როგორც მომღერლის ხო დიახ რა თქმა უნდა იზრდები როგორც მომღერალი და იცი რა მე უბრალოდ ამაში ვხედავ რას იცი სურვილი არ მგონი აქ სიზარმაცეს ვერ დავარქმევდი მე ალბათ ჩვენი კოლეგების მხრივ ალბათ რაღაცა ნიჭი რომელიც ყველას არა სიმღერის ნიჭი არა აი ამ ხო ეგ შეიძლება აი ეს ყველას არა აქ გოგა ეგ ძალიან დიდი ბონუსია როდესაც მომღერალს ეგ შეუძლია თუმცა აი შენ შემთხვევაშიც კი მიხვედი მაინც იმ დასკვნამდე რომ გჭირდება პროდიუსერი რომელიც ამ ყველაფერს გიგვარებს და აი ჩვენი კოლეგები რომელიც ძალიან გიყვარს და გულის ტკივილით თქვი ხო ხელი კი არ გაიშვირი არამედ ის იყო რაღაცა მართლა ოღონდ არც ეწყინებათ პირიქით სიყვარულით ვიძახ მე კი მესმის ხო ამიტომ ამბობ მე რომ გულის ტკივილით და მე რომ აქ ნასწავლი ბევრი ისეთი ხალხისგან რომ დღეს არაფერს არ აკეთებენ ამაზე მართლა ნერვები მეშლა გული მწყდება და მე იცი რა მეც მეუნებიან რომ აი ახლა მითხრეს რომ აი მოდი რა მოგვეხმარები გადაგვაღები გადაგაღები სულ მზად ვარ ხო მართლა სულ მზად ვარ მართლა კარგი სანამ სხვისთვის ვათხარ კაი თემა წამოვჭერი და ეხლა მაინც ახლა უნდა
გავიდეთ სარეკლამო ჭრაზე, თუმცა იქამდე მინდა რომ აუცილებლად შენი ახალი სიმღერა, რომელზეც ვიდეო რგოლი გადაიღეთ, რომლის პრეზენტაციაც სულ რამდენიმე დღის წინ შედგა. აი ამაზე უფრო დეტალურად ვისაუბროთ შემდეგ და ხوار მოვასმენინოთ ჯერ რადიო მსმენელებს, შემდეგ ეთერში დავბრუნდეთ და ვისაუბროთ უკვე გადაღებების პროცესზე, ვინ გადაიღო, როგორ სიმღერებზე, რომელიც ამ ბოლო პერიოდში შენ რამდენიმე სიმღერა ჩაწერე, ისეთი რომელიც უკვე ნამღერი სიმღერის შენებული და ახალი ვერსია და აი ამ მიდგომაზეც მინდა რომ ვისაუბროთ ასე რომ ახლა გავაჟღერებთ სიმღერას, რომელიც ახალია შენს რეპერტუარში, სიმღერას ქვია დაღამებულ ხარ ჩემო აპრილო, რომელზე ვიდეო რგოლიც გადაიღე. ასე რომ ჯერ მოვასმენინეთ ჩვენს რადიო მსმენელებს, შემდეგ სარეკლამო ჭრა და მე ისევ დავბრუნდეთ.